მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. დღე 15 ნოემბერია შაბათი დღე. მე გუშინ როგორც დაგკმითით რომ მორიგი ჩართვა მექმნებოდა 15 ნოემბერს ცოტაადმე უნდა მომხდარიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხე, ამიტომ მიწევს მე ოდნავ ჩართვა და თქვენთვის განახლებული ინფორმაციის მოწოდება სპორტის შესახებ. რაც შეეხება მე მინდა გითხრათ რომ დღეს მორაგბეთა ნაკრებმა მეორე გამარჯვება ინძიმა და ძალიან ადვილად მოახერხეს ჩვენმა ბიჭებმა მეორე გამარჯვება 17-18 დასრულდა და საქართველოს რეიტინგში უფრო მაღალ ადგილზე გადავიდა ამის შემდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და პრინციპული თამაში იყო მიზეზის თუ არ ჩავთვლით მსოფლიო ჩემპიონატი რომელიც გასამართი იქნება 2027 წელს საქართველოს ნაკრები კი ფაქტობრივად და ავტომატურად საქართველოს ნაკრები მონაწილეობის მიღებას შეძლებს, რომელიც 2027 წელს გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატ ირაკში. ეხლა კი რა შეეხება ჩვენი სასაუბრო თემა არის როგორც მოგეხსენებათ პორტუგალია ირლანდიასთან 0-2 დამარცხდა და კრისტიანო რონალდო ფორვარდის შემდეგ კრისტიანო რონალდოს მესამე წუთზე კი საჭმან გააზრვა კრისტიანო რონალდო მესამე წუთზე წითელი ბარათის შედეგად მოედანი დატოვა. ეხლა კი როგორც მოგეხსენებათ პორტუგალია პირდაპირ წესით გადის ჯგუფიდან და ასე შემდეგ სომხეთმა 0-1 წააგო უნგრეთთან და მინიმალური ანგარიში დამარცხდა. რაც შეეხება უკრაინას ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა ჯგუფში და ჩვენ გვაქვს გართულებული მდგომარეობა რა თქმა უნდა დღეს თბილისის დროის 2 საათზე საქართველოს ნაკრები ეთამაშება ესპანეთთან. აქ დიდი მნიშვნელობითი მატჩი არ არის, უკვე დასკვნითი 2 მატჩია და აქ რეალურად მეჩვენება თითქოს რამოდენიმე პროცენტს ლაპარაკობენ რომ თითქოს შანსი კიდე თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ არანაირი შანსი არ არსებობს ამისა. ძალიან მოსატყუებელია ეს ამბავი და ეს ამბავი რომ მოხდეს სასწაული უნდა მოხდეს მხოლოდ ამას დამეთანხმებით არაერთი მაყურებელი და მსმენელები. თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ, მე დაგიბრუნდებით მომავალ 3 დღეში, რათა არხი განვითარება მოახდინოს და უფრო მეტი